საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ღამის საათებში სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის ავტობუსის ზოლის გახსნას ითვალისწინებს, ბიზნესი სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით ცვლილება სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, რადგანაც ღამით დედაქალაქში გადაადგილება ისედაც შეუფერხებელია, ხოლო სავაჭრო ობიექტები ამ დროს პროდუქციას არ იღებენ. დისტრიბუციისათვის მთავარ პრობლემა დილა საღამოს საათებში დაწესებული შეზღუდვა, სპეციალური საპარკინგი ადგილების სიმცირე და მაღალი ჯარიმებია, რაც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულების შეაისახება. სექტორი მერიისგან სპეციალური საპარკინგი ადგილების მოწყობას და ღამის საათებში გადაადგილების უფლებას ითხოვს. რა გავლენას ახდენს ჯარიმები სექტორის ოპერირებაზე და როგორ აძვირებს პროდუქციას, ეგა გაზრდილიანი გეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, დისტრიბუციის სექტორი დედაქალაქში მოქმედ რეგულაციებსა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შექმნილ მძიმე ფინანსურ პირობებზე საუბრობს, მათი შეფასებით გაზრდილი ადმინისტრაციული სახდელები და პარკირების ადგილების არარსებობა საბოლოო ჯამში პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის, რაც მომხმარებლისთვის სურსადისტო პროდუქტების გაძვირებას იწვევს. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, თბილისში გაპარიტული ტრანსპორტის გადაადგილებაზე გასულ წელს დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანიებს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. რეგულაციებთან მორგების მიზნით ბიზნეს დამატებითი ავტომობილების შესაძენად და კადრების დასაქმებისთვის 1,5-დან 3 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება დასჭირდა. ამის მიუხედავად, სადისტრიბუციო მანქანები კვლავ მასობრივად ჯარიმდებიან შეზღუდულ ზონაში ჩარჩენის თუ პარკირების გამო, რადგან პარკირებაც პრობლემაა. სექტორის წარმომადგენლებისთვის მერის მიერ დაპირებული სპეციალური საპარკინგი წერტილების მოწყობა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ახლა კი სექტორში აცხადებენ, რომ გაზრდილი ადმინისტრაციული სახდელები საბოლოო ჯამში პროდუქციის ღირებულებას ზრდის, რაც მომხმარებლისთვის სურსათის გაძვირებას იწვევს. როგორც მინიმუმ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პარკირების ნაწილს და იმ ნაწილში, სადაც წესდება შეზღუდვა გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში გადაადგილებაზე დილის საათებში უნდა გადაიხედოს ეს გადაწყვეტილებები და მიდგომები და ის გამოწერის ინტენსივობა ჯარიმების, რომელიც დღეს ჩვენ და სამწუხაროდ საკმაოდ გაზრდილია, ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა შერბილდეს, მიღებული იქნეს გადაწყვეტილებები ისეთი, რომ ფიზიკურად სადისტრიბუციო კომპანიისთვის და ადგილობრივი მწარმოებლისთვის არ იქცეს ფინანსურ ტვირთად. დაჯარიმებას იწევს ის, რომ მაღაზიასთან მანქანის გადასაჭრელი ადგილი არასდროს არ არის და უწევს კანონდარღვევით მანქანის გაჭრება, რომ ელემენტარულად საქონელი შეიტანოს, პროდუქცია შეიტანოს მაღაზიაში. ყოველ 3 კილომეტრში ერთი ადგილია და სადისტრიბუციო მანქანა დადის 1000-1500 დღის განმავლობაში. ესეთი სიტუაცია პარკებს დაკავშირებით, რომ იმისთვის რა დიდი მანქანის რო გააკეთო, პატარას მოვაკლდება. ერთ-ერთი მაგ ჩემი აზრით, ჩემი ინსტიტუტის იქნებოდა, რომ ნაგვისურნები რო არის განთავსებული, როგორც წესი ეს არის განთავსებული საპარკინგი ადგილზე და ეგ ნაგვისურნები სადღაც სხვაგან დაალაგონ და იქ მანქანების დაუწყონ ადგილი გაცილებით უკეთესი სიტუაცია იქნებოდა ზოგადად. 10,000-ობით ლარის ჯარიმებთან გამკლავებას ცდილობენ პურის მწარმოებლები და დისტრიბუტორები, როგორც პურის მცხოვრებთა კავშირში აცხადებენ, მომხმარებლამდე პურის დროულად და შეუფერხებლად მიწოდება მწარმოებლებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. შეფერხებული პარკირების ეგრეთ წოდებულ ყვითელ ხაზებში მოძრაობის გამო დაკისრებული ჯარიმები მწარმოებლებს დიდ ფინანსურ წნეხში აქცევს. პურის მცხოვრებთა კავშირში განმარტავენ, რომ პურის ფასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ჯარიმები და გაზრდილი საოპერაციო ხარჯებია. დამატებითი ფინანსური წნეხის თავიდან ასაცილებლად სექტორი მერიისა და საკრებულოსგან პურის სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამონაკლისის დაშვებას და წესების გამოტივებას ითხოვს. აუცილებლად ეს დრო უნდა გადავიხედოთ და დაახლოებით ესე იგი 8-9 საათი მაინც გათვალისწინებული იქნას მიღების საათებად და აი ამ დროს ეს მანქანები არ უნდა ჯარიმდებოდეს. ეხლა უბრალოდ გეტყვით რა, თუ ტაქსის შეუძლია შევიდეს თქვა ამ ბასლაინში, რატო არ შეიძლება შევიდეს პურის მანქანა? გეკითხებით. მე არ მომბოს სხვა პროდუქტებზე. მე ახლა, იმიტომ რომ ყველა პროდუქტს აქვს თავისი შეტანის დრო, არის პროდუქტი, რომელიც თვეში ერთხელ გჭირდება და რაღაცა. პური ყოველდღიური პროდუქტია. პურს ყოველთვის ქონდა ყველა ქვეყანაში. გააჩნია განსაკუთრებული შეტანის წესები. ხო გახსოვთ ახლა ფასებზე რა ამბავი იყო და პარლამენტში განხილვები და რაღაცეები და იქ იყო რომ აი როგორ მივაღწიოთ რომ ფასების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე ეს საკითხიც ეხება ამას, რო იცოდეთ. იმიტომ რომ ძალიან ხელშეუწყობს როგორც მწარმოებელს, ასე მაღაზიას.
პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად სადისტრიბუციო მანქანებს ღამის საათებში ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება ეძლევათ, თუმცა როგორც დისტრიბუტორები აცხადებენ, ეს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებს პიკის საათებში 8-დან 11-მდე და 17 საათიდან 20 საათამდე გადაადგილება შეეზღუდათ და სექტორი ამ შეზღუდვის მოხსნის საჭიროებაზეც მიუთითებს. მადლობა ეკა, პირდაპირ ეთერში ეკა გაზდელიანი საუბრობდა.